თანამშრომლობა ღრმავდება ცენტრალური აზიის კიდევ ერთ ქვეყანასთან. ყირგიზეთში საქართველოს პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი რამდენიმე შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, შუა დერეფნის მარშრუტში ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, დამატებითი ტვირთების მოზიდვა, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა. ძირითადად ეს თემები იყო აქცენტირებული ორი ქვეყნის ეკონომიკური კომისიის ხდომაზე, რომელიც 10 წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართა. დაკავშირებადობის მხრივ და შუა დერეფანში ტვირთნაკადის გასაზრდელად საქართველოს მხრიდან განსაკუთრებული ინტერესია ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტის მიმართ. ვიზიტის მთავარი ნაწილი საქართველოს მთავრობის მეთაურის და ყირგიზეთის პრეზიდენტის აუდიენცია, მხარეები ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ვიზიტის კიდევ ერთი მიმართულება იყო საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაზრდა. ყირგიზეთი 2027 წლიდან 1 წლით გაროს უშიშროების საბჭოში არამუდმივი წევრი ხდება. თათია ტაბაშაძე ჩაგვართვება ბიშკეკიდან და მოგვიყვება ვიზიტზე, რომელიც ორივე მხარემ ისტორიულად შეაფასა. საქართველოს მთავრობის ისტორიული ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში ხელშესახების შედეგებით და ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანით დასრულდა. 34 წლიანი დიპლომატიური კავშირების მიუხედავად საქართველოს დელეგაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენლობის ვიზიტი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში პირველად შედგა სხვადასხვა სექტორული მიმართულებით გაფორმებული 10 მემორანდუმი და 10 წლის შემდეგ შემდგარი პირველი მთავრობათა შორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა. ეს არის სწორედ ამ ვიზიტის მთავარი შედეგები. აგრეთვე მხარეები აპირებენ იზრუნონ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დანიშვნის თაობაზეც. ორ დღიანი შეხვედრების ფარგლებში ჩატეული ეს სტატისტიკა ღია დადასტურება იმისა, რომ მხარეები გადადიან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის რეჟიმზე. უფრო მეტს ვიზიტის და მისი შედეგების შესახებ შეიტყობთ იმ რეპორტაჟიდან, რომელიც დედაქალაქ ბიშკეკიდან მოგიმზადეთ. ყირგიზეთის დედაქალაქის ქუჩებში 11 ივნისის ისტორიული ვიზიტისთვის სამზადისი თვალსაჩინო იყო. საქართველოდან ყირგიზეთში უმაღლესი რანგის პირების მონაწილეობით შემდგარი პირველი ვიზიტის ხაზგასასმელად ქალაქ ბიშკეკში საქართველოს დროშის გამოსახულება და ბანერებზე ქართული წარწერები გაჩნდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად აეროპორტში დახვდა მასპინძელი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ადილბეკ კასიმალიევი. პირველივე დღეს ყირგიზმა კოლეგებმა უმასპინძლეს დელეგაციაში მყოფ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უწყების ხელმძღვანელს და სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრს. სწორედ ეკონომიკური გუნდის მონაწილეობით გაიმართა ორმხრივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც 10 წლის შემდეგ პირველი შეხვედრა იყო. მხარეებმა ისაუბრეს საერთო მიმართულებებზე, პოტენციალზე, საუბარი შეეხო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო მიმართულებას, ორმხრივი ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას. რატომ არის მნიშვნელოვანი ყირგიზეთთან პარტნიორობის გაძლიერება? ორივე მხარის პასუხი შუა დერეფნის პროექტამდე მიდის. საქართველო რომ აზიისთვის უსაფრთხო სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, ეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო ცხადი გახდა. ახლა ძირითადი საზრუნავი მხარეებისთვის ის არის, რომ აზიიდან ევროპით საქონლით თუ ენერგომატარებლით მომარაგება სულ უფრო მოკლე დროში მოხდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მოწყობა, რომლის მიზანია ევროპისთვის ტვირთის მიწოდება 7-8 დღით შეამციროს. მართალია პროექტის განხორციელება ჯერ დრო სჭირდება, თუმცა მხარეები უკვე ხაზს უსვამენ, რომ ამ გზაზე ერთ-ერთი დამაკავშირებელი როლი საქართველოს ექნება. შესაბამისად, თავად საქართველოსადმი დაინტერესება იზრდება აღმოსავლეთიდან, რასაც უკვე ადასტურებს ჩინეთთან გაფორმებული ყოვლის მომცველი სტრატეგიული თანამშრომლობაც. დაინტერესება მაღალია ყირგიზეთის მხრიდანაც, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაქმნოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები სხვა მიმართულებით თანამშრომლობა ყირგიზეთის რესპუბლიკასთან. ყირგიზეთის სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკური კუთხით ბოლო წლების განმავლობაში, ასევე ყირგიზეთის მაქსიმალურად ცდილობს მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით და ეს ქმნის რა თქმა უნდა ახალ შესაძლებლობებს ჩვენთვის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის. ყირგიზეთისთვის ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი საქართველოსთან ეკონომიკური სავაჭრო თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება და რა თქმა უნდა ამას აქვს მარტივი მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის 5 ქვეყანას საბოლოოდ შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან. აქედან გამომდინარე ყირგიზეთისთვის არის მნიშვნელოვანი ბუნებრივია ჩვენთან თანამშრომლობა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. შედგა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა პრეზიდენტ სადირ ჟაბაროვთან. მოგვიანებით კი ხელი მოეწერა 10 მემორანდუმს. ურთიერთგაგების დოკუმენტები მოიცავს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობას, განათლების, სპორტის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებას, სამოქალაქო ავიაციის და სახელმწიფო ქონების მართვის სფეროებს. გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება, რაც ასევე ეხება სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, ასევე პროგრამა, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. პოტენციალი ნამდვილად არის, დაინტერესება არის განსაკუთრებით შუადერეფნის კონტექსტში, სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით, ლოჯისტიკური კავშირების განვითარების კუთხით, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებლად და ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ის, რაც აქვს ყირგიზეთს, ჩინეთსა და უზბეკეთს, რომლითაც მოხდება სარკინიგზო ხაზით დაკავშირება ამ სამი ქვეყნის, ეს პირდაპირ პროპორციულად დადებითად აისახება ჩვენ ქვეყანაზე, რამე თუ ეს მარშრუტი შეუერთდება შუადერეფნის მთლიან კონტექსტს და რა თქმა უნდა აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შეიძლება დღეს თამამად ითქვას, რომ დაახლოებით 2031 წლიდან საგრძნობლად მოიმატებს შუადერეფანში ტვირთნაკადი და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა მზად დახვდეს აღნიშნულ ინიციატივას. შესაძლებლობა ჰქონდა, რომ გაგვეფორმებინა მემორანდუმები, როგორც ვეტერინარიის კუთხით, ასევე ბირთვული რადიაციული ნარჩენების მართვის კუთხით, ამ მიმართ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, სადაც შესაძლებლობა არის, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიურად დავიწყოთ თანამშრომლობა, აგრეთვე მზადდება სხვადასხვა მიმართულებებით კიდევ უფრო სიღრმისეული მუშაობა და შესაძლებლობა უფრო სწორედ იმისი, რომ სხვა მიმართულებებშიც ჰქონდეს შესაბამის თანამშრომლობა, რაც თავისთავად ცხადია ასახული იქნება შემდგომ ურთიერთობებზე. მქონდა ოქროვი შეხვედრა ჩემს ყირგიზ კოლეგასთან, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, იმისათვის, რომ ჩვენ ერთმანეთს გაუზიაროთ ის გამოცდილება, რაც გვაქვს დაგროვილი საჯარო სერვისების სფეროში, საჯარო ახსოვლობის თუ პრობაციის მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება მათი გამოცდილება ამ კუთხით. მათაც ძალიან აინტერესებს ჩვენი გამოცდილება იუსტიციის სახლების განვითარების თვალსაზრისით. ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჟაბაროვმაც. საქართველო ყირგიზეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ხოლო ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ხანგრძლივ თანამშრომლობას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში არის ისტორიული მოვლენა. დღევანდელი მოლაპარაკებები ღია მეგობრულ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა. ამომწურავად განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო და დარგობრივი თანამშრომლობა. ასევე კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება. პოლიტიკური ურთიერთობები მტკიცე და ნდობაზე დაფუძნებული იყო ჩვენ სახელმწიფოებს შორის და ეს არის მართლა ძლიერი საფუძველი ყველა სფეროში თანამშრომლობისათვის. ამ კონტექსტში ჩვენ ხაზს უსვამთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარული პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება, ასევე მთავრობათა შორისი და პარლამენტთა შორისი კონტაქტების გაღრმავება, ასევე კონსულტაციების გაფართოება ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყირგიზეთს მიულოცა ის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში 2027-28 წლებში დაიკავებს გაეროს არამუდმივი წევრის პოზიციას. პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი კი საქართველოში მოიწვია. გარდა ამისა, მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აზიიდან ევროპის მასშტაბით გამავალი ტვირთების გადაზიდვის ნაწილში ორი ქვეყნის როლზე გაამახვილა ყურადღება. არის მაღლესი დონის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის, აქედან გამომდინარე, თამად შეიძლება ითქვას, რომ თავისი არსით ეს ვიზიტი არის ისტორიული, მოხატავს ჩვენს მადლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე, უბირობა და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს. ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივ სავაჭრო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ამ თანამშრომლობის განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. მოხარულები ვართ, რომ ვიზიტის პარალელურად ბიშკეკში გაიმართა საქართველო-ყირგიზეთის მთავრობათა შორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეორე სხდომა. ეს ხო ძალიან
დროული სხდომა, რადგან ორივე მხარეს მიეცა შესაძლებლობა დეტალურად განეხილა ორ ქვეყანას შორის საჯარო ეკონომიკური ურთიერთქმედების გაზრდის შესაძლებლობები. ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტის განხორციელებას და მოხარული ვართ, რომ ეს პროექტი სწრაფი ტემპით ხორციელდება, რა თქმა უნდა, ეს პროექტის დამატებით შეუწყობს ხელს ცენტრალურ აზიასა და ჩვენს რეგიონს შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას. აღინიშნა, რომ საქართველოს და ყირგიზეთის შორის პირდაპირ ფრენების დანიშვნა, რა თქმა უნდა, დამატებით ხელს შეუწყობდა ჩვენს ქვეყნებს შორის ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები ჩვენი ქვეყნების ხალხებისა და საერთო ინტერესების საგათელდღეოდ მომავალში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება. სოფლიოში არსებული რეალობის გათვალისწინებით აზიიდან ევროპასთან უმოკლესი მარშრუტებით დაკავშირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ დროისთვის ტვირთების ძირითადი გამტარი ყაზახეთია, რომელთანაც საქართველოს უკვე აქვს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები. თუმცა გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით ცენტრალური აზიის რეგიონთან პარტნიორობის გაძლიერება საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.